და კონცენტრაცია არის ამ დოკუმენტში ევროპაზე. ძვირფასო ევროპაო. 80 წლის განმავლობაში თქვენ დანგრეული ევროპა დაგაყენეთ ფეხზე. დააყენეს მარშალის გეგმა. გავიხსენოთ დასავლეთ ევროპაზე ლაპარაკი. დაგაყენეთ. 80 წლის განმავლობაში თქვენს სამხედრო უსაფრთხოებაზე ვიზრუნეთ 100% შეიძლება არა, მაგრამ 80-90 ამერიკული ბირთვული ფარის ქვეშ იყო, ხო? რატომღაც მოქცეული ევროპა, რომელსაც თვითონაც აქვს ბირთვული იარაღი. მეგულისხმობ ბრიტანეთს და საფრანგეთს. ანუ ეს ხარჯები ჩვენ მოგაშორეთ? ესე იგი კიდევ ერთხელ დავთვალოთ, ხო? ფული აღდგენაზე ევროპის, ფული თავდაცვაზე და მესამე მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ირიბად კიდე დამატებით გაფინანსებდით, ქონდათ რა თქვენ დაწესებული ჩვენ საქონელზე ძალიან მაღალი ტარიფები, 20%-ზე მეტი ამერიკულ საქონელზე და ჩვენ აქეთ არ გიწესებდით მაღალ ტარიფებს, პრაქტიკულად ტარიფების გარეშე ვატარებდით თქვენ საქონელს. ანუ უარყოფითი სავაჭრო სალდო შექმნით, ახლა ეკონომიკის ანაბანაზე ვლაპარაკობ რა. ამერიკიდან უარყოფითი სავაჭრო სალდო ნიშნავს იმას, რომ შენგან ფული გავიდა და იმის ჯიბეში მოხდა, ვისაც შენთან აქვს დადებითი სალდო. ანუ იმ ქვეყნის ჯიბეში. ანუ ორი პირდაპირი და ერთიც კიდე ირიბი დაფინანსების წყაროთით თქვენ გინახავდით 80 წელი. ამან თქვენ საშუალება მოგცათ, გაგევითარებიათ სოციალური პროგრამები, ჩვენი თაობისთვის უფრო გასაგებ ენაზე რო ვილაპარაკო, აგეშენებინათ კომუნიზმი რა. ხო? რომელშიც ყველა ბედნიერია, ამავე დროს გაგეხორციელებიათ დეინდუსტრიალიზაცია, იმიტომ რომ არავის აღარ უნდა ევროპაში მუშაობა ინდუსტრიაში და ასე შემდეგ. ეხლა მოდი გავაკეთოთ ასე. ჩვენ მივხედავთ და ცოტა არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ, რომ აი მონროს დოქტრინა ააღორძინა. მონროს დოქტრინას კი არ ამბობს ტრამპი, მაგრამ არ არის იქ მონროს დოქტრინაზე. იქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთ ნახევარსფეროსაც და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსაც მე მივხედავ. იგივეს არ ამბობდა აი ამ თვეების განმავლობაში თორნიკე? და პარალელურად იაპონიასთან ურთიერთობა ავსტრალიასთან საქმესაც ეგრეა რა. ხო. ამ ევროპას მაინც აი ევროპის კონტინენტს მაინც მიხედეთ თქვენ, ძვირფასო ევროპელებო. ცოტა მეტი დახარჯეთ თქვენს თავდაცვაზე, ცოტა ნაკლები დახარჯეთ სოციალურ უზრუნველყოფაზე, თქვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თქვენ თვითონვე რატომღაც შემოყარეთ და არალეგალური თუ ნახევრად ლეგალური მიგრანტების სახით ხავთ ამ ევროპაში და ერთი სიტყვით თუ მეგობრობაა ვიმეგობრობთ, იმიტომ რომ იქვე ძალიან დიდი რევერანსებია, ხო? ჩვენ ერთი ცივილიზაციის ნაწილი ვართ, ჩვენ ჩვენ გვინდა რომ დაგიცვა თქვენ, ოღონდ ცოტა თქვენს გააზრიეთ ხელი. აი ამაზეა ლაპარაკი. რასაც მიდის გაუთავებლად ჭიდაობა. რითი პასუხობს ევროპა? მე ახლა არ ჩავდგები, არ დავიჭერ ესეთ ხისტ პროამერიკულ პოზიციას ამ სიტუაციაში. მინდა რომ ავწეროთ რა სიტუაცია და ჩვენმა მაყურებლებმა და მსმენელებმა თვითონ იმჟელვან. რა სიტყვა გახსოვს? ნავთობით და გაზით ვაჭრობა შეწყვიტეთ, შეიარაღება გაზარდეთ და ასე შემდეგ. პასუხი როგორც ახლა ირკვევა, ევროპიდან ჩინეთში გადააქვთ წარმოება, რაც არის დარჩენილი ევროპაში, ისიც მიაქვთ ჩინეთში, რომ იქ ჩაერთონ იაფ რუსულ გაზს, იქ ჩინეთში. ფაქტურად ეხლა ცდილობენ ჩაანაცვლონ, რასაც ამერიკა ამიოსებს ასოფლო. ძალიან უცნაურია. ეს რო არ არის ეპიზოდი, მეტყველებს მაკრონის ვიზიტი იმაში, რა ქვია, ჩინეთში. და იქნება ძალიან უცნაური, რბილად ამბობ რა, ძალიან უცნაური ვითარება, ხო? ამიტომ ამაზე
ყველა უნდა მივაქციოთ ყურადღება. კიდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ნახე, გერმანიაში ცადეს ისა აპირებენ მიიღონ თუ უკვე მიიღეს კანონი საყოველთაო გაწევის შესახებ. მთელ ქვეყანაში გამოვიდნენ ახალგაზრდები ქუჩაში და ამბობენ რომ მათ არ სურთ ესე იგი ჯარში სამსახური, იმიტომ რომ ეს ომი ცუდია და peace and love და სიყვარული და გაგება. რომ 21 საუკუნეში რაღა დროის ჯარია და ომია. ეს იმ ნაწილზე ვლაპარაკობ ამ კონცეფციის, რომელშიც ტრამპი აკრიტიკებს ევროპას იმისათვის, რომ აი ესეთი ვულკიზმი და ის ინერგება, ხო? თუნდაც ამ ფონზე ლევან იმ დროს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არ იყოს პირდაპირ მაგალითი უკრაინის და რუსეთის და პირდაპირ მაგალითი ჩინეთის, გასულ. ლავ გასაგებია, მაგრამ როდესაც რუსეთი არსებობს და ჩინეთი არსებობს, არ იცავ თავს, კარგი. ათაშორის დავინტერესდი რაღაც დეტალებით რა, ეგეთი საკითხების რა თორნიკე დღეს და აღმოაჩინე საოცარი რაღაცები, მაგალითად მე მეგონა რომ გერმანიაში აკრძალული იყო მხოლოდ ნაცისტების ხსენება და ბუნებრივია მათი ნაშრომები და ასე შემდეგ. როგორც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა, ნურას უკაცრავად. თურმე ესე იგი ფაქტიური აკრძალვის ზონაში იურიდიულად არ არის, მაგრამ თქვენ ვერსად ვერ ნახავთ მაგალითად სკოლებში უბრალოდ სკოლებში და უმაღლესებში არ არის ხსენება მაგალითად ბისმარკის, არ არის ხსენება კლაუზევიცის. მიხდი ხო საითკენ მიმყავს რა? ნუ ესენი ცუდი ხალხი. მოლტკესი და ეგეთი ტიპების რა არ გვინდა. ეს არ გვინდა, ეს არ გვინდა. მერე წავაწყდი ესე იგი აი თმები ყალზე დამიდგა რა. ვენის მერიამ ეს გერმანიას არა უკვე ავსტრიას ეხება. უარი თქვა იან სობესკის ძეგლის დადგმაზე ვენაში. ეხლა ვინც არ იცის, იან სობესკი იყო რეჩპოსპოლიტას მეფე, პოლონეთის მეფე, რომელმაც ვენა იხსნა მე-17 საუკუნეში სულეიმან სულთანის დაპყრობისაგან. გადაარჩინა ვენა. ვენის მისადგომებთან იდგნენ უკვე სულეიმანები. ხო, და იან სობესკიმ გადაარჩინა, ეს არის ფაქტი. და დღეს ვენის მერია ვერ ესე იგი თავს იკავებს მიხდი, ხო, რა მოტივით იკავებს? ნუ მაშინ დადგა სულეიმან სულთანის ძეგლი რა და დაამთავრა. ვიღაცების ესე იგი გრძნობები არ შეილახოს. უცბად რა გამახსენდა, იცი? ქოცები რომ აღნიშნავდნენ დიდგორობას, დიდგორის ბრძოლის 900 წლის თავს და იმისგან დღევანდელი სულთანისგან რომ მოუვიდათ. ეგ ხო იცი ეგ ისტორია? დღევანდელი სულთანისგან რომ ძალიან მაგრად არ აღნიშნავთ, ხო ჩვენო გვეწყინებაო და აი ესე აღნიშნეს რა, აი ეს. იცი რა, ლევან ერთი მხრივ ძალიან ის არის, მაგრამ მეორე ხა ამერიკის მაგალითი აჩვენებს და გაასაგებია რომ გამოვიდა ახალგაზრდები, მაგრამ ამას შეიძლება მოყვეს უკვე რეაქცია რაღაცა პერიოდის მერე და მერე ნახეთ გერმანიაში გამარჯვება და მარშირება როგორ უნდა. რა თქმა უნდა და როდესაც ამაზე არის საუბარი, ხო? აი გერმანიაში მარშირება და იმაზე გამახსენდა, ხო? გუშინ მე მგონი შენ და გიგით შეეხეთ ამ ამბავს ეს მასკი რო დააჯარიმეს იქ 180 მილიონი ევროთი იმის გამო ფორმალური უბრალოდ არაფორმალური მიზეზი არაფორმალური იყო ის რომ მასკს მოწონს AfD-ს ტიპები რა ეს ალტერნატივა გერმანიისათვის ხო რომ ისინი არ მოაყოლა ფარულ ბანში მასკმა როგორც დაწერა რომ სინამდვილეში ეს არის იმის გამო რომ ფარული ბანი მომთხოვესო ანუ ფარულად დაფარვა ხო მათი პოსტი ნუ იყვი მაგრამ გააჩერე ნუ იყვი მაგრამ გააჩუმე და ხო და ნუ აი ესე რა მიდის აი რაღაცა უცნაური ბრძოლა რომელშიც მე ვფიქრობ რომ გონიერმა ლიდერებმა
მათ შორის უკრაინის. ნუ ქართველებზე არა მაქვს ლაპარაკი რა. მე ქართულ ოპოზიციაზე მაქვს ახლა აქცენტი, ხო? ჯობია რომ ცოტა მუხრუჭების მოუჭირონ და ღიად მხარი არ დაიჭირონ. მე გულისხმობ აი იმ რაღაც გაუგებრობაში, რომელიც ამერიკასა და ევროპას შორის ხდება. იმიტომ რომ კოზაკი გაიჭყლიტება აუცილებლად აკლემების იმაში. და მე ძალიან მეშინია რომ უკრაინა არ გაიჭყლიტო, არ აღმოჩნდეს ეგეთი კოზაკი. ძალიან მეშინია მაგისი და მე რატომღაც ხედავ რა, მოდი ვიტყვი პირდაპირ რომ ზელენსკი მხარე აირჩია თითქოს. მე ესე მეჩვენება. და მე მგონი რომ ეგ არ არის კარგი ამ სიტუაციაში. იმიტომ რომ რა არის იცი ჯერ კიდევ 3 თვის წინ მოდი რა კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. სწორედ იმ ბელგიის პრემიერ-მინისტრის პირით შეგიძლიათ დაგუგლოთ და გადაამოწმოთ. იყო გაცხადებული რომ 140 მილიარდი გადაეცემა უკრაინას ასე ვთქვათ რუსული აქტივები, რაც რა თქმა უნდა უკრაინას ნუ არ ვიცი, ამოსუნთქვის საშუალებას კი არა, ყველა და უეცრად ეს ტიპი გამოდის და მაპატიეთ სრულიად ბელგიას უხდიბოდის წინასწარ. მაგრამ სისულელებს როშავს რა, რომ იცი რა არის, მე დავფიქრდი და იმ რუსებმა რომ დაგბომბონ, ბრიუსელი რომ დაბომბონ, ხო, მაგას ვერ ხვდებოდი დალოცილო. საზოგადოდ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ერთსაც ვიტყვი ამ ევროპაზე, ნუ ლიდერობის საშინელი კრიზისია ამ კონტინენტზე, ამას ყველა ვხედავთ რა. მე უბრალოდ გული მტკივა, რომ მახსენდება ისეთი ლიდერები, როგორიც იქ 70-იან 80-იან წლებში ყავდა ევროპას, მე გულისხმობ ტეტჩერს, კოლს, თუნდაც მიტერანს, ხო? რომელიც ყოველთვის გვერდზე იდგა, მაგრამ ეს იყო დიდი ლიდერი იყო ნამდვილად. ის მის სიტყვას ფასი ჰქონდა და სერიოზული ადამიანი იყო რა. ესენი ეს ადამიანები რეიგანის თანასწორი ისინი იყვნენ, რა ქვია. თანასწორი პრაქტიკულად თანასწორი ძალის მქონე, ხო? და ბევრ საკითხებში, მაგალითად, ტეტჩერმა ესე იგი მოკაჩა რეიგანი, მაგალითად, იგივე საბჭოთა კავშირისთან მიმართებაში. მე გაგახსენებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეგობრობდნენ და ჰქონდათ ესე პარტნიორული ურთიერთობა, ფოლკლენდის კრიზისი ტეტჩერმა გადაწყვიტა დამოუკიდებლად ამერიკას არ განზრახულა. საერთოდ და ისა რეიგანმა გააფრთხილა, რომ მე იმათანაც კარგი ურთიერთობა მაქვს იქ არგენტინასთან, იმასთან და მე ვერ ჩავერევი, შენ არ გეწყინოსო. შენ დღეს წარმოგიდგენია საერთოდ, რომ ღმერთმა დაიფაროს და იქ ფოლკლენდზე რაღაცა კრიზისი რო წარმოიქმნას თავიდან და ეს სტარმერი იქ რამეს გააკეთებს? არა დათმობები. ხო. ტიპები ესე იგი, რომელსაც საკუთარ ქვეყნებში, ხო, საკუთარ სახელმწიფოებში 10-15 მაქსიმუმ 20%-იანი რეიტინგები აქვთ. გინდა მერცი აიღე, გინდა ეს სტარმერი აიღე და გინდა მაკრონი აიღე. 15-20%-ის ფარგლებში.